მოკლედ პუტინის რუსეთი ემუქრება სამხრეთ კავკასიას და ეს ხდება იმ ფონზე, რომ ისინი ძალიან სწრაფი ტემპით კარგავენ რეგიონში პოლიტიკურ გავლენებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მათ აირჩიეს არაერთხელ ნაცადი გზა და ისევ მიმართეს მუქარას. უმაღლესი ტრიბუნიდან პრინციპში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო სავსე მუქარით, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ცინიზმით და ასევე ცხადია კონსპირაციებით, რომელიც უკავშირდება დასავლეთთან პარტნიორობის ეგრეთ წოდებულ საფრთხეებს. მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა, რომ თვალს მადევნებთ. მოგიკითხავთ ჩემს მუდმივ მაყურებელს ტრადიციულად საქართველოშიც და საზღვარგარეთაც და ასევე მოგიწოდებთ, ვინც არ ხართ ჯერ ჩემი გამომწერები, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ნახეთ სხვა ვიდეოებიც და გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულებები, თქვენი პოზიციები კომენტარებისთვის განკუთვნილ ველში. დავიწყოთ მოკლედ, როგორც გითხარით, მარია ზახაროვას განცხადებას შემოგთავაზებთ, მოკლედ ჯერ მოვისმენთ ერთად ამ განცხადებას, ნახავთ იქ გამოთქმულ მთავარ გზავნილებს და ამის შემდეგ ცოტა მიმოვიხილოთ, რა ხდება, რატომ აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადებებს, რეალურად რა კურსი აქვთ არჩეული სამხრეთ კავკასიაში ქვეყნებს, ამ შემთხვევაში იგულისხმება აზერბაიჯანი და სომხეთი ცხადია და ეს ქვეყნები დაასახელა კიდევაც ზახაროვამ თავის განცხადებაში. არ უხსენებია საქართველო, ალბათ არ გიკვირთ რატომაც. ჩვენ შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული მოცემულობა არის, ოდნავ ცოტა რბილი ნათქვამია, ძალიან განსხვავებული მოცემულობა არის, თუ ჩვენ ვიყავით ლიდერი რეგიონში დასავლური ინტეგრაციის გზაზე, დღეს უკვე ჩვენი ქვეყანა ძალიან მოშორდა ამ კურსს და არ ვიცი, თუნდაც ის გარემოება, რომ ზახაროვა არც კი ახსენებს სამხრეთ კავკასიაზე საუბრის დროს და დასავლური ინტერესების აი აქ უფრო და უფრო მეტად გატარების შესახებ საუბრის დროს საქართველოს რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივად მათთვის ეს საკითხი მოგვარებულია პრინციპში და მათთვის ძალიან კომფორტული რეალობა არის საქართველოსთან მიმართებაში. დავნახოთ, რას ამბობს ზახაროვა უშუალოდ სომხეთზე და აზერბაიჯანზე, როგორც გითხარით, აქ იქნება როგორც კონსპირაციები, ასევე იქნება მუქარა და цинизм თავისთავად. Наход. Вы знаете, НАТО в целом как блок ее или его блока отдельные государства-члены не первый год пытаются зацепиться и как-то укрепиться на Южном Кавказе. Какова цель Альянса? Я думаю, что это очевидно, в том числе мы об этом говорили неоднократно, использовать потенциал и ресурсы стран региона в интересах коллективного Запада, особенно в части, касающейся геополитического противостояния с нашей страной. Тут комплексно. То есть они одно от другого не отделяют. Им не нужны никакие равноправные отношения на пространстве постсоветском. Им нужно забрать ресурсы, стравить страны, поджечь это все и вести себя просто как типичные колонизаторы, как типичные поработители, как типичные, ну вот еще раз говорю, империалисты. Мы надеемся, что страны региона, в том числе и Азербайджан, в том числе и Армения, осознают риски усугубления ситуации, углубления взаимодействия с НАТО, потому что это действительно риски, потому что ситуация усугубляется. И всем хорошо известно, чем это заканчивается. Везде, где появляется Североатлантический альянс, насаждается конфронтация, растет военная напряженность, забывают слова «мир», «стабильность», нормальность. Вместо этого приходит навязанная западная новая нормальность. ჩავშალოთ მოკლედ და ნაწილ-ნაწილ გავაანალიზოთ, რა თქვა და რატომ თქვა მარია ზახაროვამ. პირველ რიგში ცინიზმი რადგან ვახსენე, აი ამ ნაწილს შევეხები, ალბათ თქვენს შეამჩნიეთ, ხო და ყურში მოგხვდებოდეთ აუცილებლად, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი საუბრობს კოლონიალიზმზე, იმპერიალიზმზე, ქვეყნების ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, დაძაბულობის მატებაზე, მათ გამოყენებაზე და ასე შემდეგ. არ ვიცი ამაზე რა უნდა ვთქვა, ეს არის ცინიზმის პიკი, თუმცა პრინციპში ნაცადი მეთოდი და აი ამ წიგნს მიყვებიან ისევ ამ შემთხვევაში, რომ რასაც ეწოდება რეალობის შებრუნება, ხო? აი ამ მეთოდის გამოყენება თვითონ რასაც აკეთებდნენ 10 წლეულების განმავლობაში ამ რეგიონში თუ სხვაგან, აი ამას ახლა ცდილობენ რომ გადააბრალონ დასავლეთს, რომ თურმე რადგან ახლა აზერბაიჯანი და სომხეთი ცდილობენ ურთიერთობების დაალაგებას, ურთიერთ ინტერესების გათვალისწინებას
ქორწინებით სამშვიდობო პროცესის შეთანხმებაზე მიდის საუბარი აქტიური, ასევე ერთობლივი პროექტების განვითარებაზე, რომელშიც ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები თურმე ერთმანეთს დაჭამენ, ახლა ომი გაღვივდება, უბედურება მოხდება და მათ რესურსებს ვინმე სხვა გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი, როგორც ამას უწოდებს მარია ზახაროვა ამ შემთხვევაში და ეს კოლექტიური დასავლეთი ჩვენს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც ძალიან უკვე კარგად დამკვიდრებული ტერმინი გახლავთ, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, როგორი მსგავსებაა რუსეთის პოლიტიკური ტერმინების ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან. ხო, ეს კიდევ ცალკე საკითხია, ეს პატარა მინიშნება, რა ვიცი, ხო. არ ვიცი, ცინიზმი სახეზეა, მაგრამ მეორეა ეს როგორ მუშაობს. ჩემი აზრით, ეს ძალიან დაგვიანებული სიმღერა არის, რომელსაც ახლა ცდილობს ზახაროვა, რომ ეს თემა ესე აი ამ კუთხით წამოწიოს, იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან მჯერა იმის, რომ სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც გადასარევად აქვთ გააზრებული, ვინ არის მტერი რეალურად, ვინ არის მოყვარე და ვის უნდა მათი მშვიდობა და განვითარება. ეს ძალიან კარგად იციან, არავის არ ესწავლება ამ რეგიონში რა არის რუსეთი და რა არის მისი პოლიტიკა. პირიქით, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგად დაინახა თავისი მომენტი. ძალიან კარგად დაინახეს მათ, რომ გარშემო ყველგან რუსეთი კარგავს გავლენებს დაწყებული სირიიდან, დამთავრებული ირანით, სადაც ყველა ჯერზე მათმა ინტერესებმა მარცხი განიცადა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების და იგივე თურქეთის ძალიან აქტიური ჩართულობით. ისინი კარგავენ დასაყრდენს და აი ამ შემთხვევაში სომხეთმაც არაჩვეულებრივად ისარგებლა, პირდაპირ დაუპირისპირდა რუსულ გავლენებს, ყველა მიმართულებით მათ გაშიფრეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გეგმა, რომელიც შემუშავებული იყო რუსეთში და გულისხმობდა რუსი ბიზნესმენის ხელისუფლებაში მოყვანა სომხეთში. ეს ყველაფერი ოფიციალურად თქვეს, დაასაბუთეს კიდევ, რაც მნიშვნელოვანია, დოკუმენტებით, ჩანაწერებით, არ ვიცი, ამოიღეს იარაღი, ვიდეო მასალები, სატელეფონო საუბრები და ასე და ასე შემდეგ. ამაზე მე მქონდა ერთ-ერთ ჩემს სტუმართან საუბარი, ამ ვიდეოსაც დაურთავ დასასრულს და შეგეძლებათ ეს ნახოთ ჩემ გვერდზე, სადაც აი ეს მთელი ეს სცენარები ძალიან დეტალურად მიმოვიხილეთ და რაკნეს, ხო, ეს ყველაფერი გაშიფრეს და ძალიან მკაფიოდ თქვეს სათქმელი, რომ გარეთ ჩარევით მათთან ესეთ ხელისუფლების გადატრიალებას ვერ მოახდენდნენ. გარდა ამისა, მათ პირდაპირ გააკეთეს მინიშნებები და პრინციპში ღიად თქვეს კიდევაც ის, რომ რუსული გავლენები არის მათ საპატრიარქოში და დაიწყეს ერთგვარი წმენდა. აი ამ ყველაფერს ეხმაურება თან პარალელურად ის ამბავი, რომ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები სამშვიდობო პროცესისთვის აზერბაიჯანთან, შედგა პირისპირ შეხვედრები შუამავლების გარეშე, რუსეთის გარეშე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის და ეს ხალხი მიხვდა, რომ მათ ჭირდებათ ერთმანეთი, ჭირდებათ მშვიდობა და მათ შორის ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებს მოიშველება ამ შემთხვევაში, რომელიც თურქეთში ვიზიტის დროს თქვა და ერდოღანთან შეხვედრის დროს, რომ თუ წყალია ყველამ მოდით და ყველამ დავლიოთ ეს წყალი. აი ესეთი პირდაპირ ციტატა არ არის, მაგრამ ეგეთი შინაარსი იყო, რომ თუ არსებობს რესურსი, თუ არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი, მოდი ამით ყველამ ერთად ვისარგებლოთ. ამ ყველაფერში პირველ რიგში იგულისხმებოდა ის, რომ ზანგეზურის კორიდორის განვითარება მოხდეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს და შეიქმნას ალტერნატიული კავშირი აზიის ქვეყნებიდან სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით, თურქეთის გავლით უკვე ევროკავშირის და დასავლური ბაზრის მიმართულებით. და აი ამ პროცესში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატებიც, ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ ტრამპმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით ორიოდე კვირის წინ განცხადება, რომ ის მნიშვნელოვნად ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად მონაწილეობდა აი ამ სამშვიდობო პროცესებში, მათ ასევე გამოთქვეს სურვილი და შეთანხმებული არის უკვე რომ ზანგეზურის კორიდორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ, იქ იმუშავებენ ამერიკული კომპანიები, რომლებიც დაარეგულირებენ აი ამ მდგომარეობას და ყველასთვის ეს ყველაფერი იქნება სარგებელი, ხო, ცხადია. ეს ყველაფერი ცხადია აღიზიანებს რუსეთს, მათი ინტერესები თამაშგარე პოზიციაში რჩება და ეხლა მხოლოდ და მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ აი ესე მუქარებით იქნებ რაიმე გავლენა მოახდინონ. ვიზე უნდა მოახდინონ გავლენა, ხო? პირველ რიგში ეს შეიძლება მიზნად ისახავდეს
თავად სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის დაშინებას, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე, აი ამ დიასპორაზე პირველ რიგში გავლენის მოხდენას და ასევე მცდელობაა მინიმუმ იმის, რომ შეარყიონ შიდა პროცესი და იქნებ რაღაცა ეჭვები და შიშები გააჩინონ აი ამ ორ ქვეყანაში, რომ შეჩერდეს რამენაირად ეს პროცესი, ხო? მაგრამ როგორც გითხარით, უკვე მე მგონია, რომ ძალიან მკაფიოდ აქვთ არჩევანი გაკეთებული და ძალიან კარგად იციან რას აკეთებენ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მათ ნახეს პირდაპირ ღალატი რუსეთის ამ შემთხვევაში სომხეთს გულისხმობ მათ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად ურთიერთ თავდაცვის ვალდებულებების ურთიერთდახმარების სამხედრო საკითხებში დახმარების ვალდებულებების არსებობის მიუხედავად რუსეთმა ძალიან მწარედ გადააგდო სომხეთი, როდესაც მიმდინარეობდა ყარაბაღის კონფლიქტი და ეს არაერთხელ აღნიშნეს სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს რეალურად ასე იყო და ცხადია, რომ სომეხ ხალხსაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის და მათ არ უნდა კონდეთ წესით არანაირი ახლა რაღაცა განცდები და სენტიმენტები რა სიტყვის მარია ზახაროვა აი ამასთან დაკავშირებით. მეორე ხო, ცხადია აზერბაიჯანსაც უნდა შევეხოთ, აქაც ძალიან დაეძაბა რუსეთს ურთიერთობა, იცით ალბათ ეს ამბებიც, იქ დაიწყეს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების დაკავება, ცემა, ვიღაცები ცემითაც შემოაკვდათ, ერთი ოჯახის ორ წევრზე ძმებზე იყო საუბარი, გვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, რომლებიც ძირითადი სკანდალი ამას მოყვა და დაძაბულობა. რასაც შესაბამისად უპასუხა შემდეგ უკვე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და რუსი აგენტები დემონსტრაციულად დააკავეს, ვითომ ჟურნალისტები და მუხლებზე დააყენეს და ეს მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ მათ ქვეყანაში არ დაუშვებენ უცხოური ძალების გავლენის რაღაცა მასშტაბის ზრდას და პირდაპირ სიგნალი გაუგზავნეს კრემლს, რომ თუ თქვენ ერჩით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენც ვიცით თქვენ აქ რას აკეთებთ და ასე არ გამოვა და ერთ-ერთი უთანხმოების მთავარი საგანი არის ასევე სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელზეც აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელზეც უკვე ძალიან დიდი ხანია პასუხისმგებლობას არ იღებს რუსული მხარე და არც გამოძიება არ მიმდინარეობს ამ მხრივ. ამასობაში კი ალიევმა დააანონსა საერთაშორისო დავა იმისთვის, რომ გამოვლინდნენ დამნაშავეები და პასუხი ააგოს რუსეთის ხელისუფლებამ იმ იგნორისთვის, რომელსაც ახორციელებენ აი ამ საქმესთან და ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ დუარცდების ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოხდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გასროლა სამოქალაქო თვითმფრინავის მიმართულებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, შეცდომით თუ არაშეცდომით მათ სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ამაზე პასუხისმგებლობას დღემდე არ იღებენ. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად უფრო და უფრო იძაბება ეს ურთიერთობები, აზერბაიჯანი აჩვენებს, რომ ისინი პრინციპებიდან გადახვევას და უკან დახევას და გაჩუმებას არ აპირებენ და კოჩს არ უგორებენ პუტინს და თავის მხრივ ავითარებენ ურთიერთობებს უფრო და უფრო მეტად ნატოს წევრ თურქეთთან, ახლა უკვე სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოს არის სომხეთთან და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს ურთიერთობები ძალიან მარტივად ლაგდება და ძალიან გასაგები არის ასევე ყველას სარგებელი, თითოეული მათგანის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და არაფერი არ აქვს ამ პროცესს საერთო ომთან ერთმანეთთან დაპირისპირებასთან და არ ვიცი, რაიმე სახით მათ დასუსტებასთან პირიქით. შემდეგი ნაწილი, რაზეც მინდა რომ უფრო დეტალურად ვისაუბრო, ეხებოდა რესურსების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. ზახაროვა ამბობს ეგეთ რამეს, როგორც ნახეთ, რომ დასავლეთ ნატოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რესურსები მიითვისოს და სხვა ინტერესი არ გააჩნიაო. ამაზე რა შეიძლება ითქვას, ხომ? რეალურად ამბავი ასეთია, რომ მთელი ცივილური სამყარო ახლა რუსეთის რესურსებისგან დისტანცირებას ცდილობს. ისინი ევროპელები თუ სხვაები ცდილობენ ენერგორესურსების ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიებას და რუსეთის გავლენის ამ მხრივ მაქსიმალურად შემცირებას. ამას აკეთებს პირველ რიგში ევროკავშირი და ამ შემთხვევაში რესურსებს, როდესაც ახსენებს ზახაროვა, ცხადია პირველი თავში მოგდის აზერბაიჯანის ნავთობი და გაზი, ხო?
და მათი ინტერესი კიდევ არა ის არის, რასაც სახაროვა ამბობს, რომ თითქოს ვიღაცა მათ გამოიყენებს. რეალურად აზერბაიჯანის ინტერესი არის, რომ მისი ენერგორესურსები რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიტანოს ექსპორტზე და ამით მეტი სარგებელი მიიღოს და როდესაც სთავაზობენ უსაფრთხო დერეფნებს, როდესაც სთავაზობენ დამატებით ინფრასტრუქტურას და დამატებით ხელშეკრულებებს და კავშირებს, ცხადია, რომ ეს არათუ დააზარალებს, პირიქით სარგებელი არის აზერბაიჯანისთვის და ცხადია სომხეთისთვისაც, რომელიც აი ამ ტრანზიტის ხაზში ჩაებმება და ერთგვარად ხელშეუწყობს კორიდორის განვითარებას. ეს არის და ეს, რომელ ზარალზეა ხალხო საუბარი, არ ვიცი, პირიქით ამ ტიპის ურთიერთობები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ მისაღები და სასარგებლოა და ეს ძალიან კარგად ესმის პირველ რიგში რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც თავის მხრივ საფრთხე ემუქრება, სანქციებზე წესდება, აგერ რამდენიმე დღეში უკვე ტრამპის მხრიდან ველოდებით დამატებითი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნედლ ნავთობს და ამით ფულს ასხავენ რუსეთის ეკონომიკაში. ამ ქვეყნებისთვის იგეგმება მინიმუმ 100%-იანი ტარიფების დაწესებას, თუ აი ამ ტიპის ურთიერთობებს გააგრძელებენ რუსეთთან და ახლა მოსკოვში არიან პანიკაში, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული სიგნალები უკვე მოდის მათ შორის ინდოეთიდან, რომ ისინი არ აპირებენ დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებას, სავაჭრო პარტნიორობის გაფუჭებას და მაღალი ტარიფების გადახდას იმისთვის, რომ ცოტა უფრო იაფად შეისყიდონ რუსული ნედლი ნავთობი სანქციების გვერდის ავლით. შესაბამისად, რუსეთს ძალიან ბევრი თავსატეხი აქვს, ეს არ შემცირდება, პირიქით უფრო და უფრო მოიმატებს და ამას პირველ რიგში ყველაზე კარგად კრემლში აანალიზებენ. იმასაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ახლა ისინი ყველაზე წამგებიან პოზიციაში არიან, ვინმეს მუქარის ტონით ესაუბრონ, ან ვინმეზე სამხედრო ძალით გავლენა მოახდინონ უკრაინის ფრონტზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სადაც რესურსები არ ყოფნით და ვითომ იერიშებს ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით, მით უმეტეს ახლა სამხედრო ძალით სხვებს რეგიონში ამ ეტაპზე ვერ დაემუქრებიან, მით უმეტეს აზერბაიჯანს, რომელიც თურქეთის მიერ არის მხარდაჭერილი და ზურგ გამაგრებული და დარჩენიათ მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ცინიკური და კონსპირაციებზე, შანტაჟზე გათვლილი განცხადებები, რომელიც არ ვიცი, რაღაც კუდის მოქნებას უფრო გავს, ვიდრე რეალურად რაიმეზე გავლენის მოხდენის ბერკეტს. თუმცა ფაქტი არის, რომ მაინც ცდილობენ, რომ მარტივად ხელიდან არ გაუშვან პროცესი, არ გაექცეთ სადავეები და მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებზე აი ამ კონსპირაციების ომის შიშის შემოტანით და ასე შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ სომხეთისგან და აზერბაიჯანისგან განსხვავებით ძალიან კარგად და ეფექტურად გამოცდილია უკვე, რომ მუშაობს საქართველოში. ეს ჩვენი ტრაგედია არის ამ დროისთვის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ექცევა ამ პროპაგანდის ქვეშ, რომ თითქოს ჩვენ გვემუქრება ომის საფრთხე, რომ რუსეთი უძლეველია და რასაც თიც დაგვიქნევენ, შესაბამისად ისე უნდა მოვიქცეთ, რომ დასავლეთთან ურთიერთობები არის დამღუპელი, ეს ნიშნავს ჩვენ განადგურებას, დასავლეთს მხოლოდ ჩვენი დამონება სურს, ჩვენი, ავიცი, რესურსების გამოყენება, ჩვენი გადაგვარება, ტრადიციების, ქალი-ქალია, კაცი-კაცია და ასე შემდეგ. ანუ აი ამ თემებით ჯერჯერობით გარკვეულ ნაწილზე გავლენას მაინც ახდენს რუსული პროპაგანდა და ვინმეს თუ ეჭვიგეპარებათ იმაში, რომ აი ეს გზავნილები, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში აჟღერებენ და რითაც ცდილობენ საზოგადოების აზრის ფორმირებას, სწორედ რუსეთიდან მოდის, მოდით ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. აი გუშინ ხო თქვა მარია ზახაროვამ ეს ყველაფერი სამხრეთ კავკასიასთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებაში. დაელოდეთ, იქნება თუ არა ექოები ქართველი პოლიტიკოსების, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლების ან ხალხის ძალის წარმომადგენლების მხრიდან, შემთხვევით ისინი ხომარ გააკეთებენ გარკვეულ მინიშნებებს, გარკვეულ განცხადებებს, რომ აი საფრთხე იზრდება deep state-ის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში, მათ სურთ აქ დესტაბილიზაცია, მათ სურთ აქ ომის შემოტანა, მათ სურთ აქ რეგიონის გამოყენება და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და აი ამ თამაშებში არ უნდა ჩავერთოთ. აი დავიმახსოვროთ, დავაკვირდეთ
იქნება თუ არა, შემოვა თუ არა მომდევნო ოცნების განცხადებებში სომხეთის, აზერბაიჯანის და ზოგადად სამხრეთ კავკასიის თემა უფრო მეტად ინტენსივობით. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დაკვირვებული ვარ, რამდენჯერაც კრემლის მხრიდან ახალი ნარატივი წამოვა, რამდენჯერაც ისინი ახალ-ახალ განცხადებებს გამოაცხობენ ხოლმე, მათ შორის პროპაგანდისტები, დუგინები და სხვები, მაშინვე copy-paste-ით გადმოდის ის ქართულ პოლიტიკაში და მაშინვე ზუსტად იგივე მესეჯების გაჟღერებას იწყებენ მათ შორის ოცნების პოლიტსაბჭოს ფორმატში და პრემიერ-მინისტრის დონეზეც კი. გვინახავს ალბათ როგორ ემთხვევა ხოლმე დუგინის და კობახიძის ტექსტები, ამაზე სოციალურ ქსელში ციტატებიც კი იყო ამოტანილი და შესაძლოა ბევრ თქვენგან შემოხვდეთ კიდეც. ხო, მოკლედ ეგ არის რა, ეგეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს. ყველა ცდილობს ამას უკვე მე რამდენად ვამბობ, ყველა ჩვენ რეგიონში, ვისაც გააჩნია სწორედაც რომ პრაგმატული პოლიტიკა და სწორედაც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე არიან ორიენტირებული, ცდილობს რომ რუსეთის გავლენისგან გათავისუფლდეს. ჯერჯერობით, ვინც ამას ვერ ახერხებს, არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველო ახლა ამ რეგიონში და ეს ძალიან კარგად ჩანს. და ამაზე მეტყველებდა თუნდაც ის, რომ ზახაროვამ სამხრეთ კავკასიის და დასავლეთის ბრჭყალებში საფრთხის შემცველი ურთიერთობების კონტექსტში ახსენა აზერბაიჯანი, სომხეთი და კიდევ ერთხელ ამას ხაზს გაუსვამ, რომ არც ერთხელ არ უხსენებია ამ განცხადებაში საქართველო. იმიტომ რომ აქ ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი დაალაგებული აქვთ. სულ ეს იყო პრინციპში ის თქმაც მინდოდა. გამოხატეთ თქვენი პოზიციები, რას ფიქრობთ კომენტარებში. დაალაიქეთ, არ დაიზაროთ და გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ ხართ გამომწერები. დაგემშვიდობებით მოკლედ შემდეგ ეპიზოდამდე ისეთი ინტენსიური პოლიტიკური პროცესები ვითარდება, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად მომიწევს ხოლმე მსგავს თემებზე საუბარი. ნახვამდის.